სამყარო მშვიდობისა მეგობრებო, თქვენ მოგდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს საჯარო გაშლა გვექნება თემაზე, რა შეიძლება გავრკოლებდეთ ცხოვრების ამ მომენტში, რომ თქვენს მიზანს მიაღწიოთ. აი ხო გაქვთ რაღაცა კონკრეტული მიზანი, რისი მიღწევაც გინდათ, შეგიძლიათ კონკრეტულ ერთ მიზანზე კონცენტრირდეთ ამ შემთხვევაში და გაიგოთ რა გაბრკოლებთ აი ამ მიზნის მიღწევაში. რა გაბრკოლებთ აი ამ მიზნის მიღწევაში ახლა. პირველი ვარიანტი, რა გაბრკოლებთ ამ მიზნის მიღწევაში ახლა. მეორე ვარიანტი, რა გაბრკოლებთ ამ მიზნის მიღწევაში ახლა. რა დაგეხმარებათ გადალახვაში. პირველი ვარიანტი. და მეორე ვარიანტი, რა დაგეხმარებათ გადალახვაში. კეთილი. მოდი ესე დავიდებ. რჩენია. რა დაგეხმარებათ გადალახვაში, რა გიშლით ახლა ამ მომენტში რომ მიზანს მიაღწიოთ. პირველი ვარიანტი სპისელენიტის კოშკი იყოს, მეორე ვარიანტი იყოს ამეთვისტოს კოშკი. რა გაბრკოლებთ ახლა თქვენი მიზნის მიღწევაში. იმედი მაქვს მოასწარით ვარიანტების არჩევა, მე კი დავიწყებ გაშლას. ვინც აირჩიეთ ესეთი სელენიტის კოშკი, ნახოთ რა გიშლით მიზნის მიღწევაში ხელს. ჩამოკიდებული კაცი. ამ მომენტში მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით ის რომ ან თქვენ თვითონ არ გაქვთ ჯერ სრულფასოვნად ჩამოყალიბებული რა მიზანი გაქვთ და ამას როგორ აპირებთ, ან როგორც დაგეგმილი გაქვთ რომ აპირებთ, არასწორი არჩევანია. რაღაცა უნდა შეცვალოთ. ან შეიძლება თვითონ მიზანი მოითხოვდეს შეცვლას. კარგად დაფიქრდით მეგობრებო, რამდენად არის თქვენი ის რაც ჩაფიქრებული გაქვთ, ხო, რაღაცა ალალბედზე ხო არ ჩაუთქვით ხა თქვენი სროლი, ხო, იმიტომ რომ ასე ძალიან ჩამოუყალიბებელ კონდიციას მაჩვენებს ჯერჯერობით, ან რაღაც ისეთია, რაც შეიძლება მთლად სათქვენო არ იყოს, ხო? დაფიქრდით ამაზე, მოიფიქრეთ, ასე ვერ დავაყენე, მოიფიქრეთ, მე კი გეტყვით, როგორ გადალახოთ, ესე რომ ვთქვათ, ეს დაბრკოლება. ნახოთ, როგორ უნდა გადალახოთ ეს დაბრკოლება. ხმლების რაინდი, 10-იანების პენტაკლები და 7-იანის პენტაკლები. შეიძლება მეგობრებო, დაგჭირდეთ ისეთ ადამიანთან მიმართვა, ან ისეთი ადამიანის ჩარევა, ვისი ჩარევაც მაინც და მაინც არ გინდოდეთ, ხო? არა და რჩევა გჭირდებათ. ვიღაცის დახმარებაც გჭირდებათ ამაში და ამავდროულად თქვენ შეიძლება ჩქარა გინდათ ამ მიზნის მიღწევა, მაგრამ ეს ისეთი რამე არის, რაც დროს მოითხოვს. შედეგი მოითხოვს დროს. განა ის რომ შედეგი დაუშვათ შეუძლებელია რომ მიიღოთ. უბრალოდ დრო სჭირდება, ცოტა ხანგრძლივი. მაგალითად როგორც ხე ვერ გაიზრდება ერთ დღეში, ხო, რაღაცა სრულფასოვნად რომ ნაყოფი მოისხას. ასეა თქვენი მიზანიც, ხო, დრო სჭირდება. თქვენ კიდე ჩქარა გინდათ, ჩქარობთ. თქვენ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია, ჯერ ეს ერთი რომ მიიღოთ იმისათვის, რომ ეს სრული შეისრულოს და ამ ინფორმაციას მიიღებთ მხოლოდ და მხოლოდ ბრძენი ადამიანისგან, ანუ ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში ერკვევა, ან ეს ყველაფერი უკვე გამოცდილი რომ აქვს, აი ასეთი პიროვნება. მოძებნეთ თუ დაუშვათ ეხლა არ გეგულებათ ესეთი ადამიანი და კითხეთ რჩევა, როგორ შეიძლება ეს მოახერხოთ. აი დაუშვათ ბაღის დაშენება გინდათ და არ იცით მებაღეობა როგორ არის შესაძლებელი და არ იცოდეთ კონკრეტული წესები, ხო, ბაღში სამუშაოდ, ხო, რა თქმა უნდა, მოიპოვებთ ამაზე მასალას ან ადამიანს, რომელსაც გამოცდილება აქვს ბაღში მუშაობის. აი ასეთი რაღაცა უნდა გააკეთოთ ახლა თქვენს მიზანზეც და თქვენი მიზანი შესრულებადი გახდება.
წარმატებებს გისურვებთ პირველი ვარიანტი, დამიკომენტარეთ, რამდენად რეზონირდება ეს ყოველივე თქვენთვის, მე კი გადავალ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ვინც ესეთი ამისთვის თუ აირჩიეთ, ნახოთ რა გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში, რა არის თქვენი დაბრკოლება. თქვენი დაბრკოლება არის ის, რომ ზედმეტად აზიარებთ თქვენს მიზანს და სურვილს გარშემო ყველასთან და ყველგან. შეიძლება მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, ან ისეთ ხალხთან, რომელთანაც ეს სალაპარაკო არ არის, ხო? აი, იმას კი არ გულისხმობ მაინც და მაინც რომ დავუშვათ ვიღაცას არენდო, უბრალოდ როდესაც რაღაცა მიზანი გაქვს, სანამ ელემენტარული მოქმედება არ გაქვს დაწყებული ან შესრულებადი მაინც არ არის ეს სურვილი, კი არა და შესრულებული, სასურველი არ არის რომ ესე დადგეთ და ყველასთან ილაპარაკოთ, ხო? ამიტომ მეტი მოქმედება, ნაკლები საუბარი, მეგობრებო, ძალიან ფანტავთ თქვენს ენერგიას, ხო? ის რაც უნდა ხმარდებოდეს რეალურად ეხლა თქვენს მოქმედებას და შრომას, ფანტავთ იმაში, რომ აი აზიარებთ მუდმივად, აი ამ ინფორმაციას აზიარებთ და რაღაცა ის არ არის შეკრული ენერგია, ხო? აი არასაჭირო ხალხთან აზიარებთ, მოკლედ რა, ესე რომ ვთქვათ, არაფერ შუაში რო არ არის ამ საქმესთან. როგორ უნდა მოახერხოთ თქვენი მიზნის მიღწევა? კვერთხების რვიანი, ოთხიანების ხმალი და ცხრიანების პენტაკლები. თქვენი სურვილის მიზნის შესრულებას მოახერხებთ მაშინ, როდესაც აი ჩათვალეთ თქვენი სურვილი რომ საერთოდ არსებობს და მიზანი აი სამარე უნდა იყოს რა. არავითარი საუბარი ამაზე, არავითარი ინფორმაციის გაცემა. ყველაფერი აკეთეთ ისე, როგორც საჭიროა თქვენთვის და შედეგი უკვე მერე ისედაც აშკარა იქნება ყველასთვის, ხო, როდესაც თვალსაჩინო გახდება. არანაირი საუბარი კიდევ ერთხელ გეტყვით, თუ გინდათ რომ მოახერხოთ ამ მიზნის მიღწევა. ჩათვალეთ, პირი გაქვთ ამოკერილი. არანაირი საუბარი, როგორც მიცოლებული არ დაგელაპარაკებათ, ისე არ უნდა ილაპარაკოთ თქვენ ამ სურვილზე, არავითარ შემთხვევაში. წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძირფასებო, დამიკომენტარეთ, რამდენად რეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის, ასე გავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა. ეს ეხმარება ჩვენს გვერდს ზრდაში და ეს არის ერთგვარი მადლიერების დაფიქსირებაც თქვენი მხრიდან იმისათვის, რომ გიზიარებთ სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციას. მე კი დაგემშვიდობებით, დროებით, მომავალ შეხვედრამდე.